ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის Top 5. ეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დავადგინოთ Top 5 რეკლამა სპორტულ თემატიკაზე. ყვითელი კუთხიდან თავის პოზიციას დააფიქსირებს გიორგი რუხაძე. შავი კუთხიდან გიორგი პოპიკა პოპიაშვილი. 5-დან ერთამდე ჩემი შერჩეული სარეკლამო რგოლები სპორტთან დაკავშირებით არის შემდეგი. მე-5 ადგილზე გავიდა U2 ეგეთი ბრიტანული ძალიან დიდი კომპანიის გოლი Make Them Giants, რომელიც იყო ინგლისის რაგბის ნაკრების ხარდამჭერი გოლი და ძალიან ისეთ ღრმა ინსაიდზე არის დამყარებული თუ რამხელა მნიშვნელობა გულშემატკივრობას ზოგადად და ამის გადმოცემა ანიმაციური გოლით შეძლეს ჩემი აზრით ძალიან კარგად და გულშემატკივრობა დაიმსახურეს ამ გოლმაც და მერე უკვე ინგლისის სარაგბო ნაკრებიც. მე-4 ადგილზე გავიდა Under Armour-ის კლიპი ჩემთვის Rule Yourself, რომელშიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურის თარი Mike Phelps-ი და ეს კლიპი ემყარება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შრომას, თავდადებას და ასე შემდეგ და გარდა თქვა იდეისა, ამ კლიპს აქვს ძალიან ისეთი ვიზუალური გადაწყვეტები და ძალიან ლამაზი კლიპი არის და თუნდაც მარტო მაგით. მერე მოდის უკვე Nike-ები და ესა გასაკვირი არ იქნება, იმიტომ რომ Nike არის ბრენდი, რომელიც ყველაზე კარგად ასოცირდება და ყველაზე კარგად ახდენს ასოცირებას სპორტთან ზოგადად და სპორტულ ინსაიდებთან. მესამე ადგილზე გავიდა ბოლო რგოლი Dream Crazier, რომელიც არის ქალთა ძალაზე და აი ამ სოცთემის რაღაც საოცარ სიმაღლეზე აყვანა მოახერხა Nike-მა ამ კლიპში და გონია რომ მართლა რაღაცნაირად შეიძლება შეცვალა ბევრი ქალის დამოკიდებულება თავიანთ თავთან, საკუთარ თავთან. Fine. Show them what crazy can do. მეორეზე არის Unlimited You და ესეც Nike რა თქმა უნდა და არ შემეძლო ეს კლიპი არ ჩამესვა ხუთეულში, გამომდინარე იქიდან რომ ვარ კოპირაიტერი, ეს არის რაღაცნაირი კლასიკა ჩემთვის voice-over-ის, ანუ კადრს მიღმა ტექსტის, რომელიც საოცრად არის შეზავებული არტთან. What are you guys doing? Watch this. What? I can't take it. Neymar, whoa! That is humiliating on so many levels. პირველზეც გავიდა Nike, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩემთვის Nike ასოცირდება სპორტთან ყველაზე მეტად თუ კი რომელიმე ბრენდს რაიმე კომუნიკაცია გაუკეთებია აქამდე და პირველზე გავიდა Together, ეგ არის LeBron James-ის დაბრუნება Cleveland-ში და საოცრად ემოციური გოლი, რომელშიც ავისი რაღაცნაირად მთელი ქალაქის ცხოვრებლების გაერთიანება შეძლო Nike-მა და კიდევ ერთხელ საოცრად გაატარა ეს მისი მესიჯი, რომ just do it. 1, 2, 3. 4, 5, 6. Here we go, man. Hard work on 3. Together on 6. 1, 2, 3. 4, 5, 6. მიკროფონთან გიორგი პოპიაშვილი. მე-5 ადგილზე არის ვისკის რეკლამა William Lawson-ის, ეს არის შოტლანდიური ვისკი და მომწონს ის რომ ძალიან სასაცილო გოლი არის, ანუ იუმორი მომწონს ამ გოლში და მომწონს რომ იუმორთან ერთად ძალიან რაგბის თემატიკა არის და შესაბამისად რაღაც დუხიც აქვს. იმასთან ერთად რომ ძალიან სასაცილო გოლი. მე-4-ზე არის ჩემთან ეს დაემთხვა ბრენდები Under Armour-ი და ოღონდ ჩემ შემთხვევაში ეს არის Stephen Curry-ის მონაწილეობით გოლი, რომლის სლოგანიც არის ის, რომ შეხარ შენი ყველა ვარჯიშის ნაკრები. და ეს არის ჩემი აზრით ძალიან მაგრა ქორეოგრაფიულად, ვიზუალურად გადმოცემული ამ რგოლში ვიზუალიზაცია არის აი ამ სლოგანის ძალიან საინტერესოდ გაკეთებული. Day out, day in, day out. Day in, day out, day in, day out. მესამე ადგილზე არის ძალიან ძველი რგოლი, თუ არ ვცდები, 10 წლის წინანდელი Nike-ის
leave your old self behind ესეთი სლოგანი აქვს რგოლს, სადაც მონწეს ამ რგოლში სიმარტივე ერთი ადამიანი მირბის თავის თავს ელაპარაკება და ვისაც ურბენია, ყველა მიცის რომ ყველა ამ დროს შენ თავს ელაპარაკები, შენი ერთი ნაწილი გთხოვს რომ გაჩერდე, მაგრამ მეორე ნაწილი არის რომელიც გეუბნება რომ არ უნდა გაჩერდე და უნდა გააგრძელოს სირბილი. ამ რგოლშიც პრინციპში ეგ ხდება, მაგრამ არის ძალიან კარგად ეს ყველაფერი გადმოცემული, თვითონ მსახიობიც კი ისე არის შერჩეული, რომ კამერის ორი მხრიდან სხვადასხვანაირად გამოიყურება ეს ადამიანი და ნუ მოკლედ ძალიან მომწონს დრამატურგია და რეჟისურა როგორ არის ეს ყველაფერი განხორციელებული. Stop. You can't go. Please. I'm done with you. Kai, მეორეზე ჩემთანაც არის Nike-ის Unlimited You. ძალიან შთამბეჭდავი რგოლი არის. ეს რგოლი იმის მერე რაც ნახე, მე აღმოვაჩინე რომ არის თურმე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორების გადაღებული Daniels, ორი Danieli-ა, ეს მეგობრები რეჟისორები, რომლის ფილმია Swiss Army Man მაგალითად და ეს რგოლიც მათი გადაღებული ყოფილა და პრინციპში ეთყობა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და გამორჩეული რგოლი არის. You too, Mo. Stop. The race is over, man. Oh, kid, no, kid, please don't do this. I got this. This is out of control. პირველ ადგილზე არის Guinness-ის რეკლამა, Surfer-ი, 99 წლის თუ არ ვცდები. ეს რგოლი ზოგადად არა მარტო სპორტის თემატიკაში, არამედ მთლიანად სარეკლამო ინდუსტრიაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი არის. და ხასიათით, ჟანრით, გადაწყვეტით, კოფით, სურეალიზმით, ყველაფრით, ჩემი აზრით, ძალიან სცდება სარეკლამო რგოლის მოცულობას საერთოდ ეს ნამუშევარი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი შედევრი არის ზოგადად რეჟისურაში, art direction-ში, copywriting-ში ასევე. He is still waiting. მე ძალიან ყურადღებით ვუსმენდი რა ქუცას წარდგენილ პროექტებს, ხო და აი ვაკეთებდი ნოუთებს რა. ხო და შემიძლია რომ გაგიზიაროთ რა ეს. ყველა ჩემი ჩანაწერი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, ძალიან აფერუმ. Like. Okay. Drop battle.